ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში დილის სესიაზე დღეს უცხოენის გამოცდის ჩასაბარებლად ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული 153 აბიტურიენტიდან მხოლოდ 2 არ გამოცხადდა. ოზურგეთში არსებული 14 საგამოცდო სექტორისა 13 ინგლისურის გამოცდას და მხოლოდ 1 დაეთმო რუსულს. გამოცდამ როგორც საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა ნელა იმედაშვილმა გვითხრა, 7 გარემოში ჩაიარა. გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთი იყო. დღეს საგამოცდო პროცესი განახლდა აბიტურიენტების და გამოცდა გახლდათ უცხოენაში. ქონდა სულ უმეტესობა სექტორების იყო ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში, მხოლოდ 1 სექტორი მუშაობდა რუსული ენის მიმართულებით. სულ 153 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული დღევანდელ სესიაზე და 2 არ გამოცხადება გვაქვს. საბედნიეროდ მივდივართ ისე, რომ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა ჯერჯერობით არ ჩანს. პროცესი არის მიმდინარეობს ძალიან მშვიდად, წყნარად. აბიტურიენტებს აქვს სრული შესაძლებლობა, რომ გამოავლინონ მათი მაქსიმალური ცოდნა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე მშვიდ გარემოში გავაგრძელებთ მუშაობას გამოცდების დასრულებამდე. განწყობა არის იდეალური. მე ხვალ ვარ ინგლისურის გამოცდაზე და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად ჩაივლის, მინდა წარმატება უსურვო ყველა აბიტურიენტს, თავარი არ ვინერვიულო და ყველაფერი გამოვა ისე, როგორც ჩვენს გვინდა, მჯერა ამის. რას ამბობენ, როგორი სიტუაცია შეგნით და რას ამბობენ იმასთან დაკავშირებით, რა სირთულის ტესტი მოვიდა ამასთან დაკავშირებით? სირთულე ნორმალური, B1, B2 შესაბამისი, ვინც ვნახე, ყველამ კარგად დაწერა და კიდევ ერთხელ წარმატებები მათ.